ირაკლი დაიწყო გადაცემა ბიჭო დაიწყო ვაიმე ჩქარა დაბრუნდი შემოტრიალდი გეყოფა ირაკლი ჩქარა დაიწყო გეყოფა გაჩერდი კარგი რა გული გამიხეთქე რა კინაღამ გადაცემა ჩაიშალა დაიწყო მიდი ხო დაიწყო ხო დაიწყო აუ ბავშვებო მე ვარ ბეგო და ეს აირობს რეალებდა არის ირაკლი ეს დღევანდელი დღე კიდევ ერთ სპორტს უნდა დაუთმოთ ხო კი მაგიდის ჩოგბურთი თუ პინგ-პონგი შენ უფრო რომელი მოგწონს ეს და იგივე ორივე აბა მაშინ რატო ფია ეს ორი სახელი რა წესია რა უბრალოდ გასაგებია მე როგორც ვიცი შენ საკმაოდ კარგად თამაშობ მაგიდის ჩოგბურთს ხომ მართალია ნუ ალბათ კი აჰა ძალიან კარგი აბა გვაჩვენე რა ხდება ამ თამაშში პირდაპირ გეუბნებით ეს თამაში არის ორი მოთამაშისთვის ეხლა ჩვენ ვამოძრავებთ აქ ჩოგნებს ერთს ვამოძრავებთ ხილაკებით W, A, S და D, აი ეს ქვედა და ზედაც ვამოძრავებთ ისრებით. ეხლა გამოდის ორი ჩოგნი უნდა ვითამაშო. მე ყოფილი რომ ირაკლი კარგად თამაშობს მაგიდის ჩოგნებს და მეტი უნდა ითამაშო. აბა მითი. მორწო. მოდიში. და ესე იგი აქ უნდა მოვაწყოთ ბურთი ჩოგნებს. აჰა. შემთხვევით სიჩქარით მიდის ბურთი, ან საკმაოდ სწრაფად, ან ნელა. და ეხლა თუ ვინმე ასე ვთქვათ გამაზავს, ნუ ვერ მოახვედრებს ჩოგანს, მაშინ ლაპარაკი რა გამაზავს ვერ მოარტყავს. მოარტყავს, მაშინ მას დაეწერება ქულა. ქულა? მაშინ გამოჩნდება ხილაკი გაგზელება, რომელსაც თუ დავაჯერთ, ნუ გავაგზელებთ ლოგიკურიდან. ძალიან კარგი. რა ვქნათ აბა? დავიწყოთ. როგორც გინდა. ირაკლი რაღაცა აი დღეს არა სერიოზულად იქცევი რა. მოდი რა, სერიოზულად მოვიცეთ რა. კარგი რა. დავიწყოთ. სერიოზულად ვითხარით, დავიწყოთ. დავიწყოთ. ეს რა არის? ეს რა ირაკლი? მე მეკითხები? კატამ დაწერა? ალბათ მე რა. ვაი, რა ვქნათ ხომ და წავშალოთ აბა, სხვანაირად ვერ ახსნით თამაშს. კაი, ბოდიში კატამ. კარგით, მოდით ახლა დავხატოთ ფონი თვითონ მაგიდა ჩოგბურთის. დავხატოთ. შენ ახლა ხატავ მაგიდის ჩოგბურთის მაგიდას. სწორია. მადლობა. ფერი ცოტა გავხიოთ. მოსეთი იყოს. ახლა ავარჩიოთ კიდევ უფრო ღია ფერი. და დავხაზოთ პატარა კიდე მართკუთხედი შუაში. აი ეს გამყოფი ხაზი ხო ირაკლი? ნუ დიდად არაფერს არ აკეთებს უბრალოდ არა, კარგია ხო ეს მაგიდის ჩოგბურთს აქვს. და შუაში ბადეს მაგვარი რაღაც იქნება ხო? ნუ ეს ვუჩვენერია. ახლა ავარჩიოთ სულ თეთრი. ვითომ ზემოდან ვუყურებთ ამას. ცოტა მაღლა არის დაბლა ჩამოწია ირაკლი კიდე. არა ეს ზუსტად შუაშია. არ არის შუაში. ნუ აქ ზემოდაც ხომ არის იქ. დაშორება კი, მაშინ კი. კიდევ ცოტას დავაფოთრავებ. ეს. მაგიდას მზად არის. ჩვენი მაგიდაც გავამზადეთ. ახლა დავხაზოთ თვითონ ჩოგანი. ავარჩიოთ აქ თითელი ფერი. დავხატოთ ესეთი წრე. ოვალი ცოტა. შემდეგ გავაჩიოთ ეს მეორე მაუსი. და გავასწოროთ. ხო, აი ამ ადგილას კი. სადაც ის არის, ხო, ხელის მოსაკიდებელი ჩოგნის. გილებს ცოტა შევამციროთ ესე. და გვერდზე შეგვიძლია ცოტა რომ გავადიდოთ. ნუ ესეთი იყოს. იყოს კი, კარგია. ახლა ავარჩიოთ მართკუთხედი. და ესეთი მოყავისფრო ფერი, ღია ყავისფერი. ღია ყავისფერი. და შემდეგ გადავიტანოთ უკანა პლანზე. კიდეს გავახიოვებ. მაშ. ჩოგანს ცოტა კიდე გამოვცვლი. სულ ცოტას. გამოცვლი როგორ ირაკლი? ეს. ანუ ფორმას გავუსწორებ. ნუ კი, ფორმას. ასევე ცოტა სამაგილებს გავუწელავ. კარგი. სიგანეში ცოტა. კი. ახლა კიდე დავხატოთ კიდევ მართკუთხედები. ეს ხელის მოსაკიდებელზე გვერდებზე ხო? კი.
მეორე მაუსი აურჩიოთ ეს. უკანა პლანზე გადავიტანთ, ხო თუ წინ? უკანაზე. ხო. და დავაკოპიროთ. და კონტურები რო შეუმციროთ არ შეიძლება ამათ? ნუ, კი, ცოტა. გვერდებზე? ხო. აი ასე ჯობია. აი ეს. კარგია. და შიგნით შევწევთ. როგორ? ცოტა შიგნით შევწევ. ხო. შევწევთ. კარგით, და მოდით ახლა მისი კოდინგი დავიწყოთ. როდესაც აჭერ მწვანე დროშას მოდით ზომათი ცოტა დავაპატარავოთ, იმიტომ რომ დიდია მეტის მეთოდ. სამაგეროთ ადვილად მიწდება ბორცს, ხო ირაკლი? ნუ თუ დიდია? რა თქმა უნდა. ნუ კი, მაგრამ ახლა ცოტა უნდა დავაპატარავოთ. კარგით, როდესაც აჭერ მწვანე დროშას გადადი x0-ში და y -100-ში. ან კიდე ცოტა უფრო ჩამოვწევ. -119-ში. მე-20 და 90 გრადუსით მიმართულებით. მუდმივად. თუ აჭერ relax W მაშინ შეცვალე y 4-ით. 4-ით. თუ აჭერ relax S შეცვალე y -4-ით. ირაკლი, ეხლა შენ ჯერ ერთი ჩოვანის კოდინგს აგეთებ. აჰა, საგებია. დავაკოპიროთ და აქ ჩავწეროთ. ფილაკი A და აქ D. ezin დავშალოთ და ეხლა შეცვალე x 4-ით და შემდეგ მობრუნდი 2 გრადუსით. პირველი ეს ბლოკი უნდა ავურჩიოთ. დავაკოპიროთ ესა. ეს დავშალოთ, დავურჩიოთ ეს. აქაც 2 ჩავწეროთ და აქ -4x. -4x. ნახოთ რა გამოვიდა. ოკეი. ოღონდ ინგლისური ენაზე უნდა გადაყვანილი. ეს ტრიალებს ჩვენი შოგანი. მოდი ცოტა ეს თვითონ გავუზრდოთ. ესე. ნუ ახლა დავაკოპიროთ. მეორე ჩოგანი. კი. ასევე ჩავწეროთ აქა. გადადი წინა შრეზე. აქაც და აი აქაც. ეხლა მეორე ჩოგანში 90 გრადუსის მაგერად ჩავწეროთ -90. და გადადი 19 y-ში. ეს რომ გამოჩნდეს. აჰა. შემდეგ. ანუ ასე დაიწყებენ თამაში, ხო? კი, კი, კი. W-ს მაგერად ჩავწეროთ. ის არის ზევით. S-ის მაგერად ის არის ქვევით. A-ის მაგერად ის არის მარცხნივ და D-ის მაგერად ის არის მარჯვნივ. და ეხლა ნუ ესე მოზრაობენ ჩვენი ჩოგნები. ადგილები შევცვალეთ. შევცვლიათ შეცვალონ ადგილებიც. არა, უბრალოდ. აჰა. ეხლა დავხატოთ ჩვენი ბურთი. ბურთი აუცილებლად. ნუ რა თქმა უნდა, თეთრი ფერის. თეთრი ფერის კი. ესეთი. ცოტა დავაპატარავ ზომაში აქა. კიდევ ცოტა. გამოჩნდება მე. კი. ნუ ეს. ასაკებია. ეხლა შევქნათ 2 ცვლადი. 1 და 2. პირველი ცვლადი გამოვიტანოთ აქა და მეორე აქ. აჰა. ეს. ეხლა, როდესაც აჭერ მწვანე დროშას მიანიჭერს 0. და ასევე მიანიჭე 2-ს 0. ასე შევქნათ კიდევ ერთი 2-ს 0. ფიქრობ ახლა რას აკეთებ? ეს ქულებია. ქულები თავიდან რომ დაიწყებენ, 0-ები ექნება 2-ს გავიგე. კიდევ ერთი ცვლადი შევქნათ ბურთი. ან ბურთის აგემდებარეობა დავარქოთ.
ნუ ესეთი, ეს დავმალავდი სვლადი და მიანიჭე ამ ბურთის აქ მიმდებარეობას. შემდეგ შემთხვევითი 1-დან 2-მდე. ანუ შემთხვევით რომ იმოძრაოს, ხო? შემთხვევით. არა, ანუ ეს სვლადი გამოჩნდება შემთხვევითი ან 1 ან 2 აქ დაიწერება. მაინც ნახე. გასაგებია. აი აქ 2 დაიწერა, მე 1 ესე. ეს იმისთვის ჭირდება რომ თუ თქვა 1 დაიწერება, ბურთი გაჩნდეს აქ. და თუ 2 დაიწერება, აქ გაჩნდეს ბურთი. გავიგე. თუ ბურთი, ნუ ბურთის აგემდებარეობა უდრის 1-ს, მაშინ გადადი x 0-ში და y თქვა 129-ში. ნახოთ. უბრალოდ წინაშე ეს გადავიყვანო ჩვენი ბურთი რომ დავინახოთ. ცოტა უფრო მაღლა ვწიოთ. გადადი y, მაშინ 114-ში. ეს. გამოჩნდი. და ის რეალი შემთხვევითი 0.7-დან 1 წამამდე, ანუ შეიძლება ცოტა ნელი იყოს, შეიძლება ცოტა სწრაფი იყოს. ნელი ან სწრაფი? კი. x შემთხვევითი. ვთქვათ აქ, დავდგათ ეს ბურთი აქ. x შემთხვევითი 62-დან -62-მდე. და y -114. ირაკლი, შენ ახლა აკეთებ იმას, რომ აი ქაოსურად მოძრაობდეს ეს ბურთი, ხო მართალია? კი. ეხლა თუ ბურთის აგემდებარეობა აქ დაიწერება 1, მაშინ აი აქ ესე ჩვენი ბურთი იმოძრავებს. თუ 2 დაიწერებოდა, ნუ მაშინ არაფერი არ ხდება. აი ეს. იმიტომ რომ ჯერ კოდი არ დამიწერია. ეხლა ბლოკი თუ და სხვა შემთხვევაში. თუ ეხება sprite-ს, ან თქვენ პირველ ჩოგანს როგორ დაარქვით. ეხლა ასე ხმა ავიღოთ აქ. სპორტიდან ეს ხმა. მაშინ ჩართე ხმა პინგ-პონგ, ნუ ჰიტ. და გადაეც შეტყობინება 1. სხვა შემთხვევაში დავდგათ ეს ბურთი აქ. ის რეალი 0.4 წამი x მდებარეობისკენ და y -180-ისკენ. დაიმალე და გადაეც შეტყობინება პირველის ქულა. ეს რა არის ირაკლი? ანუ ჩვენ თუ ვერ მოვახვდრებთ ჩოგანს, ვერ მოვახვდრებთ ბურთს? კი. ხო. ბურთს ჩოგანს, მაშინ მაშინ გაქრება ჩვენი ბურთი და თუ მოვარტყავთ, ხმა იქნება და ბურთი არ გაჩერდება. ეხლა მე ბურთის კოდს დაწერ, ხო, რომ იმოძრაოს? ეხლა თუ ბურთის აგემდებარეობა უდრის 2-ს, გადადი y -114-ში და უბრალოდ საპირისპირო კოდი დავწეროთ. აქ 114-ის -114-ის მაგივრად დავწეროთ 114 და აქ y-ის მაგივრად 180-ის მაგივრად -180-ის მაგივრად 180. და გადავცეთ შეტყობინება მეორის ქულა. და ასევე აქ პირველი შეტყობინების მაგივრად გადავცეთ 2. 2. შევაერთოთ. და ახლა დავწეროთ კიდევ სხვა კოდი. როდესაც ვიღებ შეტყობინებას 1-ს, მაშინ გამოჩნდი. და დავაკოპიროთ აი ეს კოდი.
ეს კოდი. ოღონდ მთლიანად არა ახლა. მარტო ზედა ნაწილი ჭირდება. და შემდეგ დავაკოპიროთ. აქა დავწეროთ 2. ეს კოდი წავშალოთ. და დავაკოპიროთ უკვე ეს კოდი. ასევე აქა დავამატოთ რამდენიმე კოდი. თუ აქ გვიწერია პირველი სკულა, მაშინ შეცვალე 1. ნუ 1-ით გამოდის. იგივე აქ. და ახლა შეცვალე 2, 1-ით აქ ჩავსვათ. და ჩავსვათ ასევე აი აქ. ეს ბურთის კოდი საკმაოდ დიდია ხო ირაკლი? კი, მაგრამ უმეტესი დაკოპირებაა უბრალოდ. აჰა, დაკოპირებული არის რაც იყო მანამდე. კი, მოდით ეს ახლა ბურთის აგიმდებარეობა, ნუ მარჯგდება სვადი უბრალოდ დავმალოთ, აი ამ ღილაკით. და ახლა თუ ნახოთ რა გამოგვივიდა. ნუ მე შევამოწმებთ. მაშინ ნახეთ, ბურთს თუ მოვარტყავთ, ის მაინც არასწორად ესე ვთქვათ ბრუნდება. რაღაც არასწორია ხო ირაკლი კოდში? კი. აბა. ახლა რა? აქ უნდა შევცვალოთ ადგილები აი ამ კოდებს. ბავშვებო, დააკვირდით კარგად, რას აკეთებს ირაკლი. ეს. რაღაც ჩვენი მეორე ჩოგანი ბურთს ატარებს. აბა რა ხდება? ახლა ეს რის გამო? თუ დავაკვირდებით, მაშინ აქა სპრაიტ 1-ის მაგიდოთ უნდა ავიჩიოთ სპრაიტ 2. აი აქა პირველ შეწყობინებაში. აჰა. მე ახლა ყველაფერი მუშაობს, აი. დამთავრდა ირაკლი? არა, ჯერ ღილაკი თავიდან გვეკიდევ. აჰა. და კიდევ ასე უნდა გამოცვალოთ. აი აქა. თუ ბურთის აგიმდებარეობა უდროის 2-ს, მაშინ თუ ეხება სპრაიტ 2-ს. ეს. ნუ თვითონ თამაში უკვე მზად გვაქარდა, თითქმის. მარტო ის უნდა დავამატოთ ხო ირაკლი? თავიდან დაწყება. კი. ასევე კიდევ პატარა კოდი უნდა გამოვცვალოთ. რისი კოდი? მეორე ჩოგნის. რომ აი გამოვცვალოთ ეს 2 კოდი ერთმანეთს. ანუ პირიქით აკეთებ? კი, რომ ჩოგანი სწორად მოუბრუნდეს. ეს. კარგით, ახლა მოდით შევქმნათ თვითონ ღილაკი. ნუ ვთქვათ თეთრი ფერი იყოს. ან ნუ როგორც გვინდა ისე ავიჩიოთ, მე ალბათ ავიჩიო მაინც მწვანეს, ღია მწვანეს. აი ესეც. და დავხატოთ. დავხაზოთ უფრო სწორად მარტოთ ხედი. და კიდევ გავაღიავებ. მაგრამ დავაწეროთ თავიდან, ანუ უბრალოდ გაგზელება. ოღონდ თეთრი ფერი მივცეთ. რომ კარგად გამოჩნდეს მწვანე ფონზე. კი. და პინგ-პონგის ბურთს ხო ალბათ? ოკეი. აჰა. იყვარს ეგეთი რაღაცები. კი. კარგია. ეს. მოდით ახლა დავუწეროთ ამ ღილაკს კოდი. დავუწეროთ. როდესაც აჭერ მწვანე დროშას გადადი x 0-ში და y 0-ში. ანუ ზუსტად შუაში რომ იყოს. დააყენე ზომა 100%. დაიმალე. შემდეგ მომივათ. თუ მაშინ და სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ეხება თავის მაჩვენებელს, დააყენე ზომა 110%. სხვა შემთხვევაში დააყენე ზომა 100%. ანუ იმისთვის გავაკეთე, რომ ესეთი ეფექტი მიეწოს. მიტანაზე რომ გადიდდეს. კი. აჰა. შემდეგ. როდესაც ვიღებ შეტყობინებას პირველი სკულას, პირველის რა ირაკლი? ქულას. ქულა. აჰა. ეხლა დავამატოთ ხმა, ну, ეფექტებიდან coin. ჩარტე ხმა, coin და გამოჩნდა. ხოლო როდესაც ვიღებ მეორის ქულას, ну, იგივე გავაკეთოთ. ეხლა ავირჩიოთ ბლოკი,
როდესაც აჭერ ამ სპრაიტს. დაიმალე. შემდეგ იცადე 0.5 წამი. და გადაეცი შეთხოვინება გაგზელება. გაგზელება. ეხლა, გავუკეთოთ ჩვენს ბურთს დავუმატოთ კოდი ასე ვთქვათ. კიდე კოდი უნდა ირაკლი. დაკოპირება რა. დავაკოპირო და კლიანად ეს კოდი. ირაკლი, რისთვის აკოპირებით ხარი? იმისთვის რომ თავიდან რომ დავიწყებთ, რომ თამაში გავაგრძელოთ. თამაში, გასაგებია. დავაკოპირო და ეს კოდი. და შემდეგ. როდესაც ვიღებ შეყომინებას, გაგზელებას, და შევერთოთ. ჩვენ დავამატეთ და მარტო ერთი ბლოკი. არ და გამოგვივიდა აი ამდენი კოდის უმფლად. ხო, სინამდვილეში კიდე მარტივადაა გაკეთებული. კი. ძალიან კარგი. ეხლა როდესაც ვიღებ შეყომინებას, გაგზელებას, ეს ჩოგანს უკეთებ ირაკლი. კი, ჩოგანს. დავაკოპირო და ეს კოდი. გადადი X0-ში და Y--19-ში. მე-5 და 90 გრადუსით მიმართულებით. დავუკეთოთ გავსი მეორეს. როდესაც ვიღებ შეწყობინებას გაგრძელებას და დავაკოპიროთ ეს კოდი. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. საინტერესოა. ესე მე თვითონ თამაშობ ხო? ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, ფულები არ გოთლება. მაგრამ თუ რომელიმე ახვედრებს, მაშინ ფულა დაეწერება. ფულა ეწერება, ვისაც ეშლება ირაკლი. არა, ეს უნდა გამოცვალოთ ახლა ზუსტად. ხო, ჯობია. აი აქა რომ წერია, აქა, ყველაფერში უნდა საპირისპიროდ შევთვალოთ. შეცვალე აქა 1-ის მაგერად 2 შევწეროთ, აქა 2-ის მაგერად 1. ბავშვებო, კარგად დააკვირდით, რა საკეთებს ირაკლი. აქა შეცვალე, იგივე რა, 2-ის მაგერად 1 დავწეროთ. აქა 2-ის მაგერად 1. ეხლა უკვე ყველაფერი სწორად იქნება. კი. 2, ნახა 1. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. საინტერესოა. მოდით ჩემი უნდა ვითამაშო ახლა ცოტა გამოდის. ორივე ერთზე. და ახლა თუ ვინმე მაცნეს ჩოგანს, აი დაეწერება მეორეს ქულა. ხო, თუ პირიქით. მაშინ მეორეს დაეწერება ქულა. ახლა ყველაფერი სწორად არის. კი. დავამთავრეთ ირაკლი. კი. ძალიან კარგი. თითქოს და ძალიან ბევრი კოდი წერია, მაგრამ უმეტესი არის უბრალოდ დაკოპირებული. ბავშვებო, არ შეგეშინდეთ. კი. აი ესე. ძალიან კარგი. ირაკლი, გეყოფა ეხლა აღარ დაიწყობს რეალი რა. ბავშვებო, აი ასეთი არასერიოზული ირაკლი მე ჯერ არ შემხვედრია. რა გჭირს ირაკლი, კარგი რა. მე კიდე ესეთი სერიოზული ბეგო არ შემხვედრია. აი, შემომხედე, ნახე, როგორი პეპელა მიკეთია. სერიოზული არ უნდა ვიყო. ჭირდება რომ? რა თქმა უნდა, გავუჩხელი. დაჭერდი ხლა. ბავშვებო, მოკლედ, მინდა ეხლა მალე დავამთავრო ეს გადაცემა, თორე კიდე დაიწყებს ზრიალს ეს ბავშვი რა. დავიმშვიდობოთ რა, მოდი რა, ირაკლი ჩქარა, თორე კიდე დამზრიალდება. კარგად იყავით ბავშვებო. კარგად. დაიწყო რა ისევ რა.